იგ ნობელის პედიატრიის პრემია გადაეცემა ჯული მენელას და გარი მოშამს იმის შესწავლისთვის თუ რას განიცდის ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვი, როდესაც ბავშვის დედა ნიორს ჭამს. იგ ნობელის პრემია არის ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გასცემენ მეცნიერების, ტექნოლოგიების, მედიცინის, ლიტერატურისა და სხვა სფეროების უცნაური, მოულოდნელი და ზოგჯერ აბსურდულად სასაცილო აღმოჩენებისთვის. ისეთებისთვის, როგორიც მაგალითად ესაა. იგ ნობელის ლიტერატურის პრემია გადაეცემა გარდაცვლილ დოქტორ უილიამ ბინს 35 წლის განმავლობაში. მისი ერთ-ერთი ფრჩხილის ზრდის ტემპის მუდმივი ჩაწერისა და ანალიზისთვის. და ეს ყველაფერი არაა. ჟიური იკვლევდა ბევრ სხვა საინტერესო აღმოჩენასაც. მაგალითად იმას, რომ მკვლევართა ჯგუფმა იაპონიიდან შეისწავლა, დაიცავდა თუ არა ძროხებს ბუზებისგან ზებრის მსგავსი ზოლებით შეღებვა. გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი იყო საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფის კვლევა, რომლებმაც შეისწავლეს აფერხებს თუ არა ღამურების ფრენის უნარს მათთვის ალკოჰოლის მიცემა. მეცნიერებმა კიდევ ერთი სასაცილო ექსპერიმენტი ჩაატარეს. ალიგატორის ფილტვებში ჰელიუმი ჩაუშვეს და შეისწავლეს თუ როგორ იცვლებოდა მათი ხმა. ერთ-ერთმა მონაწილემ კი ძალიან უცნაური კვლევა ჩაატარა. გამოიკვლია თუ როგორ და რა სიჩქარით იფანტება ჰაერში საპირფარეშოში გასხმული აეროზოლი. ჩატარდა ასეთი კვლევაც. შეუძლია თუ არა მთვარეულ ადამიანს სიარულის დროს სექსუალური კავშირის დამყარება. საბოლოოდ იგ ნობელის დაჯილდოებაზე 10 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ საგანგებო პრიზი, ქაღალდის თვითმფრინავები ესროლეს. ცერემონიას ნობელის პრემიის ნამდვილი ლაურეატებიც ესწრებოდნენ. იგ ნობელი 1991 წელს ამერიკაში დაარსდა ჟურნალ Annals of Improbable Research-ის ინიციატივით და ყოველწლიური ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე კვირით ადრე იმართება. დაჯილდოება ამტკიცებს, რომ მეცნიერება ხანდახან ძალიან გასართობი და ასევე სახალისოა.